რა ასაკში გადაწყვიტეთ ოჯახის შექმნა? 33 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე მანამდე. იჰუ! პირველი დიდი სიყვარული იყო მეუღლე. თუ მანამდე სიყვარებიათ? ხო, არა, ნუ ეხთ მე ძალიან ისეთი როგორც იტყვიან ცხოვრება მქონდა რა, ასეთი საინტერესო და აქედან გამომდინარე. ბოჰემური. ბოჰემური, კი. მე ქალთან ეს ზიარლიყიც. არ ვიცი ეგ. საპატიოდ მიიღეთ დავის დროზე. არ ვიცი, კი. დღეს მთელი გავშალე ვიგზენი თავისუფლების სურნელი თუ ისე შევები უღელში ვიქნები მართლა სულელი დღეს თუ ხვალ ჩემთან პირველი შემოხვალ ვიქნები მე გამომცვლი რადგანაც ავარესავარ დღეს თუ ხვალ ჩემთან პირველი შემოხვალ ვიქნები მე გამომცვლი რადგანაც ავარესავარ შექმენით ოჯახი, დაიწყეთ ერთად ცხოვრება და ძალიან დიდხანს შვილი არ გიჩნდებოდათ. ეს იყო 17 წელი თანაცხოვრების, ხო? მაგრამ ერთი ამბავია, რომელიც იციან მხოლოდ თქვენი ოჯახის ახლობლებმა და ამ თემაზე არსად არ გისაუბრიათ მანამდე. თქვენ შეგეძინათ ვაჟი, რომელიც გარდაიცვალა. კი. რამდენიმე დღეში? 3 დღეში, კი ბატონო. ჩემ მეუღლეს დაეწყო ადრინდელი მშობიარობა რა და სამწუხაროდ ხო ამ მშობიარობის შემდეგ ხო 3 დღის მერე გარდაიცვალა ხო ბიჭი იყო და სამწუხაროდ ეს ფაქტი და არც მე როგორც ადრე ვთქვი არ მიყვარს თქვა რაღაც ჩემი პრობლემების და ჩემი მის თავზე მოხვევა სხვაის მაგრამ ნუ ეხა ვინც საჭირო ხო ამ დღემდე მე მგონი საერთოდ არ გელაპარაკიათ ამ ფართო საზოგადოებამ არ იცის კი როგორ გამოიყვანეთ საკუთარი თავი, იმიტომ რომ ძალიან რთულია. პირველად ხდებით мама, იყო ადამიანი, რომელიც ძალიან დაგიდგათ ამ დროს გვერდში. რა თქმა უნდა, ჩემი მეგობარი ბავშვობის, რომელიც ჩვენი მამაოა, мама ილია. იმ პერიოდში ძალიან ხო გვერდში დაგვიდგა რა. ამაც შეიძლება ითქვას, რომ გადაგვატანია სულ ყველას ეს დიდი ტკივილი. და მეუღლეს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და იდეაში გადართული იყავით ამაზე. ხო, გადართული ვიყავი, იმიტომ რომ ფიქრობდი, რომ თქვათ უკვე ფიქრობდი იმას, რომ მეუღლეს არაფერი არ დამართლოდა იმ პერიოდში. ამის შემდეგ მოხდა ისე, რომ შვილის გაჩენა არ მოხერხდა. ხო, რამოდენიმე წელიწადში მერე გაჩნდა დარია. დარია გაჩნდა და ყველაფერი შეიცვალა ამის შემდეგ. დარიას გაჩენის შემდეგ რამდენიმე წელიწადში მეუღლეს შორდებით. კი ბატონო. ერთი საინტერესო ფაქტი იყო, რომელზეც თქვენ ამბობდით, რომ არ შემიძლიათ გულში ცხოვრება, როდესაც რაღაც ბრთავდება, მირჩევნია წავიდე. ხო, როგორც ყოველთვის, ყველაფერს ალბათ აქვს რაღაც დასაწყისი, დასასრული, ალბათ გასაკვირი ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ესე მოხდა, მაგრამ პირდაპირ უთხარით მეუღლეს, რომ სხვა შეგეყვარდათ? ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი და შენც აღნიშნე, რომ ალბათ ტყუილში ცხოვრებას, ვიღაცის თქვათ რაღაცა მოტყუებას არასწორი საქციელი მე მირჩევნა რომ თქვათ გადამედგა ის ნაბიჯი რომელიც გადავდგი იმიტომ რომ ჯერ ესეთი ჩემ თავს პატივიცე და იყო მართალი ჩემ თავთან და რა თქმა უნდა ყველასთან ახლა მე რაღაცა სხვა ოთახებში გასვლა ტელეფონზე საუბარს მირჩევნია ადამიანს უთხრა ის რაც არის და როგორც არის რა თქმა უნდა ძალიან მძიმე და ძალიან ძნელი იყო ამ ყველაფრის გადატანა განსაკუთრებით ჩემი მეუღლისთვის, პირველი მეუღლისთვის, მაგრამ ნუ ესე ვარჩიე მე, რომ ესე ყოფილიყო სიმართლე, რაც არ უნდა წარი ყოფილიყო, თქვათ მერჩია, რომ რაღაც ტყუილში ცხოვრებას პირდაპირ ხო. თუმცა ის შეძელით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ალბათ სტრესი იქნებოდა მისთვის, რომ ამდენ წლიანი თანაცხოვრება სრულდება, 30 წელი. 30 წლიანი თანაცხოვრება და მიდიხართ სხვასთან საცხოვრებლად, თქვენ მაინც შეინარჩუნეთ მეგობრული ურთიერთობა. იმიტომ რომ დარია არის მასთან. კი, ჩვენ გვაქვს ჩვეულებრივი ურთიერთობა, შვილიშობლები ყოველთვის უნდა ფიქრობდნენ შვილზე პირველ რიგში და მის კეთილდღეობაზე. ბევრს არ გამოდის, მაგრამ უნდა იფიქრონ შვილზე და არა თქვა თავიანთ თავზე. უნდა რაღაცები დათმონ იმისათვის, რომ შვილს არ კონდეს თქვა რაღაც დისკომფორტი და პრობლემა მშობლების გამო.